ძებელი მელაპარაკა ეს არის ბურჯის საქმე, ეგრეთ წოდებული ბურჯის საქმე. და ნუ მე როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა მის მოვალეობას, მოვედი რომ გამოძიებას გავცე ეს პასუხი, რომელიც მათ აინტერესებს. თქვენთვის არაა ცნობილი, რაც შეიძლება ნიშნავდეს ბურჯის საქმე. მხოლოდ მედიის საშუალებით, იმიტომ რომ ეს საქმე ჩემთვის ცნობილია როგორც ბურჯის საქმე, სწორედ მედიიდან, ეგრეთ წოდებული ბურჯის საქმე. მე როგორც ვიცი, ამ საქმეში არის რამდენიმე ბრალდებული გამოკვეთილი, მათ გირაოს ქვეშ იმყოფებიან. ეს არის და ეს. გასულ კვირას თქვენ აეროპორტში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამდენად ცნობილია დაკავებას. არა, დაკავება არ მოხდა, უბრალოდ მოხდა ის, რომ მას შემდეგ რაც მე საზღვარი გადავკვეთე, მე მქონდა ერთკვირიანი, თქვათ, ვიზიტი უკრაინაში. გარკვეულ იქ ყალიბდება გარკვეული რეფორმათა ჯგუფი, გასატარებელ რეფორმათა ჯგუფი, ამშაო ჯგუფი, რომელშიც მე მოვიაზრებოდი, ამ მიზნით მივდიოდი უკრაინაში ერთი კვირით, მაგრამ როგორც კი გადავკვეთე საზღვარი, შეუმივიდა გამომძიებლის ზარი, რომელმაც თხოვა რომ გამოცხადებულიყავი დაკითხვაზე, ამის შემდგომ რა თქმა უნდა გავაუქმე ჩემი ვიზიტი და დავბრუნდი საქართველოში, რათა მიმეცა მოსულიყავი საგამოძიებო ორგანოში.